დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს რუსთავში სფიროსმანის ქუჩაზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკა რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ და რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატებმა დაათვალიერეს. თავისუფლების მოედანზე 1918-21 წლის მოვლენების ამსახველი ფოტომასალა და ვეფხის ტყაოსნის ილუსტრაციებია განთავსებული. მთელი დღის განმავლობაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მისულ მოქალაქეებს სხვადასხვა სახის შოუ პროგრამაში მონაწილეობის მიღების საშუალება აქვთ. მე მინდა დღევანდელი დღე მივილოცო რუსთაველებს და მთელ საქართველოს. ანუ დღევანდელი დღე არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე საქართველოს ისტორიაში. ჩვენ დაგვეხმარა თავდაცვის სამინისტრო და ტექნიკა არის გამოფენილი. გარდა ამისა, რუსთავის მერიამ გარკვეული ღონისძიებები გააკეთა, მათ შორის ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის აღამოს იქნება გალა კონცერტი და შემდგომ ფეერვერკი. ეს არის მნიშვნელოვანი თარიღი საქართველოსთვის, თითოეული ქართველისთვის, თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის. ასევე დღევანდელი დღე გახლავთ მერამ კოსტავას დაბადების დღე და მე მინდა ყველა საქართველოს მოქალაქეს, მათ შორის რუსთავის მოქალაქეებს, გულწრფელად მიულოცო დღევანდელი დღე.